გამარჯობა, მე ვარ გიორგი პიტნეტიდან და დღეს გაგაცნობთ კრიპტო სამყაროში რა ახალი ამბები მოხდა. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ამბავი რაც იყო, არის ბიტქოინის რეზერვი. როგორც იქნა, ამერიკა მიიღო გადაწყვეტილება და შეიქმნა ბიტქოინის და სხვა კრიპტოების რეზერვი. მადლობა დონალდ ტრამპს. რას ნიშნავს ახლა ბიტქოინის რეზერვი? ზოგადად ამერიკას აქვს ბევრი სხვადასხვა რეზერვი, მათ შორის ოქრო, ნავთობი, სხვადასხვა მეტალები და ასე შემდეგ. და ამას ახლა უკვე დაემატა ბიტქოინიც. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიტქოინი, რასაც ფლობს ამერიკა და ეს არის დაახლოებით 200,000 ბიტქოინი და ამერიკა გამოდის ყველაზე დიდი ჰოლდერი ბიტქოინების, უკვე აღარ გადავა გაყიდვებში. არამედ შეინახება, როგორც ინახება ოქრო მაგალითად Fort Knox-ში, იგივენაირად ბიტქოინიც. ბევრი ადამიანი ელოდებოდა, რომ ეს მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო წინა საარჩევნო დაპირება, რომელიც ტრამპმა გააკეთა, თუმცა რაღაცა დრო დაჭირდა, რომ მივსულიყავით ბოლომდე იმ გადაწყვეტილებამდე, რაც მიიღო ტრამპმა. ერთი მნიშვნელოვანი თემა და რაც ბევრს ეგონა რომ შეიძლება მოხდარიყო, იყო რომ იყიდდა თუ არა ამერიკა ახალ ბიტქოინებს. ეს სამწუხაროდ არ ხდება და ზუსტად ეგ რეაქცია ჰქონდა ბაზარსაც. ანუ ბაზარს გაუხარდა რა თქმა უნდა რომ შემოვიდა ეს რეზერვი, მაგრამ ბიტქოინის ფასი მაინც ცოტათი დაეცა, იმიტომ რომ ამერიკა არ შეიძენს ახალ ბიტქოინს. პირველ რიგში ბიტქოინის რეზერვი მაინც დადებითად შეგვიძლია რომ შევაფასოთ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია, რომელიც არის ამერიკაში და ქონდა მაგალითად საქმე სასამართლოში, იმიტომ რომ კრიპტოს ეხებოდა, უკვე ეს პრობლემები აღარ აქვს და მიდგომა ამერიკის კრიპტოს და ბიტქოინის მიმართულებით შეიცვალა, რაც მე თავისუფლებას ნიშნავს, ნაკლებ რეგულაციას და ბევრ ახალ პროექტებს ამერიკიდან. ამას ემატება ისიც, რომ რეზერვი არ შედგება მარტო ბიტქოინისგან. ამ რეზერვში ასევე იქნება ეთერიუმი, ADA, Solana, XRP, ანუ Ripple. შესაბამისად, ჩემი აზრით, კრიპტო სამყაროსთვის და ამერიკისთვის მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, მალე ბიტქოინი დაუბრუნდება კიდევაც იმ $100,000, რაც უკვე თავი მიგვაჩვია. ეს იყო პირველი და საკმაოდ საინტერესო თემა. მეორე თემა, რაც მინდა რომ ვისაუბრო, არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ოდესმე კრიპტო სამყაროში გაკეთებულა. Binance-მა შეძლო $2 მილიარდი ეკვივალენტის მოზიდვა კომპანიისთვის. ეს არის აბსოლუტური რეკორდი, ამხელა თანხა არასოდეს არ ყოფილა ინვესტიცია კრიპტო სამყაროში და რაც მთავარია, ეს თანხა მიიღო Binance-მა არა ნახტი ფულით ან დოლარით, არამედ სტაბილური ქოინით. ზუსტად არ ვიცით, რომელი სტაბილური ქოინი იყო, იმიტომ რომ არ გამოაცხადეს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იყო USDT ტეზერი. ვისგან მიიღო ეს ინვესტიცია? თვითონ ფონდი, რომელსაც გააკეთა ინვესტიცია ეს 2 მილიარდი, არის აბუ-დაბიდან, ანუ გაერთიანებულ არაბულ ემირატებიდან და მან Binance-ი ზოგადად უკვე ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი. აქვს ლიცენზია იქ და 1000-ზე მეტი თანამშრომელი და ეს თანამშრომლობა, მოკლედ რაც არის აბუ-დაბის და Binance შორის, კიდევ უფრო ღრმა და საინტერესო გახდება. რას იზამენ ამ $2 მილიარდით ზუსტად არ ვიცით, თუმცა ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ სხვა გზით გამვითარდება Binance-ი და არ დარჩება მხოლოდ crypto exchange, რომელიც დღეს ვიცით და როგორც მუშაობს, არამედ ბევრ სხვადასხვა და საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებს და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საინტერესო არის, რომ ამხელა ფონდი შემოვიდა კრიპტოში. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტო მიმართულებით ძალიან გაზრდილია აქტიურობა ამ კუთხით. ბევრი ფონდი, შეიძლება ის იყოს საპენსიო ფონდი, სახელმწიფო ფონდი ან სხვა, უკვე აქტიურად შემოდის ბაზარზე და მინიმუმ ყიდულობს ბიტქოინს და ინახავს გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც აკეთებს ეს ამერიკა და ამ შემთხვევაში უკვე გაერთიანებული არაბული ემირატები. მესამე თემა არის უკვე ჩვენი მეგობრის, მეგობარი არ ვიცი რამდენად, მაგრამ პაվել დუროვის განთავისუფლება პარიზიდან. პაվել დუროვი არის Telegram-ის თანადამფუძნებელი და იყო რაღაც ბიზნეს მოგზაურობაზე პარიზში და იქ გააჩერეს და დააკავეს და რამოდენიმე თვე ყავდათ გაჩერებული, იქიდან გამომდინარე, რომ Telegram-თან რაღაცა გარკვეული კითხვები არსებობს. პაველი უკვე განთავისუფლეს, ის დაბრუნდა დუბაიში. როგორც იცით, Telegram-ს აქვს თავისი ქოინი, Ton coin-ი, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული Telegram-თან, ანუ ეს სხვადასხვა კომპანიები არის, თუმცა რა თქმა უნდა, პაველის დაჭერა, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა Ton-ის ფასზე. შესაბამისად, ბევრი კითხვები გაჩნდა, როგორ გაგრძელდებოდა ეს პროექტი. ეხლა უკვე როცა თავისუფალი არის პაველი და დაბრუნდა დუბაიში, 29%-ით გაიზარდა Ton-ის ქოინის ფასიც და უკეთესად გამოიყურება Ton-ის მომავალი. ზოგადად წინა კვირაში საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა კრიპტო სამყაროში, ანუ კაის დაჰქონდა, როცა უკვე რეზერვის დაანონსების მერე ფასები ცოტა ჩამოვარდა და ბიტქოინი უკვე 75,000-ის 76,000-ის პარკლებში იყო, დაბრუნდა უკეთეს ნიშნულზე და დღეს გვაქვს ბიტქოინი $85,000, კიდე არის ფასდაკლებული, თუმცა არა ისე როგორც იყო წინა დღეებში.
საინტერესო არის, რას აკეთებს სოფლიოში ყველაზე დიდი Bitcoin-ის ჰოლდერი, MicroStrategy ამ პერიოდში, როცა Bitcoin-ის ფასი ცოტა დაიცა. რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ Bitcoin-ის შეძენას და წინა კვირაში დაამატეს 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტის Bitcoin-ი თავიანთ რეზერვებში. დაახლოებით ფლობენ ეხა უკვე 500,000 Bitcoin-ს. იმედია, რომ მომავალში საინტერესო ნიუსებს გაგაცნობთ კრიპტო სამყაროდან. ეს იყო ყველაფერი ის თქვაც მინდოდა და თქვენ თუ გაქვთ რამე თემა, რომელიც გაინტერესებთ და გინდათ, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ ფორმატში, შეგიძლიათ მოგწეროთ, დაგვიკომენტაროთ ვიდეოს ქვეშ, ან Instagram-ზე, Facebook-ზე, ან YouTube-ზე და ვეცდებით, რომ განვიხილოთ ეს თემები. დიდი მადლობა და დროებით.